ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყო გამოსცა მუნა ინდიელი ბელადის ქალიშვილი და ჩვენი საუბრის თემა ძირითადად ეს იქნება ორი ნაწილი და გური არის რედაქტორი ამ წიგნის. მოგესალმებით, მადლობა მოსვლისთვის. გურამ დიდი მადლობა და ქეთა დიდი მადლობა რომ მოხვედით და თქვენ დანაპირები შეასრულეთ. ქეთა, იმიტომ რომ ბოლოს როცა იყავით ჩვენი სტუმრები, თქვენ თქვით რომ როგორც კი მოხდება წიგნის პრეზენტაცია, აუცილებლად გესტუმრებითო და მოხდა ერთიც და მეორეც შესრულდა და გილოცავთ მოდით. მინდა ვთქვა რომ არაჩვეულებრივი მსმენელს და მაყურებელს მინდა არაჩვეულებრივი გამოცემა, მართლა ძალიან კარგი ხარისხი და რედაქტორიც კარგი ყავდა ამ წიგნს და მწერალზე ხო. დიდი მადლობა. პირიქით მადლობა რომ დაგვაპატიჟეთ. კიდევ ერთხელ მადლობა რომ მოგწევით. მოდით დავიწყოთ ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ შემოქმედებას ვეხებოდით, არა მხოლოდ წიგნს უფრო მხატვრობას და როგორ დაიწყო, ანუ ჯერ დახატეთ და მერე მოვიდა იდეა, იმიტომ რომ თუ მართლა? აი მუნას ისტორია. აი ზუსტად ეს რაც ყდაზე ხატია, მუნას ისტორია დაიბადა ესეთი უცნაური ისინი ხდება ხოლმე ჩემთან, ჯერ დავხატე გოგონა შვილთან ერთად, რომელიც მე მგონი ჩემი ბრენდი გახდა, ქეთა მერკულაძის სახელით ასოცირდება მუნასთან, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა რომ აი ეს ნახატი გავყიდო, მაგრამ ეს ჩემი შვილია, ჩემი სიყვარულის ნაყოფი და მას არ ვყიდი. არ ყოველ შემთხვევაში ჯერ ვერ გავყიდი. და ზუსტად დაიხატა ჯერ ეს ნახატი და რა უცნაურია, მე იმავე წელს ზაფხულში 2017 წელი იყო ხო გური, როცა შეიქმნა მუნა. ვისვენებდით მე და ჩემი მეუღლე მგონი მოყოლილი მაგ ბორჯომში, სერაფიმ საროველის ტყეში. ხო და ზუსტად იქ დაიბადა, ყოველთვის გვიყვარს ხოლმე იქ პიკნიკის მოწყობა, რაღაც ეს ბუნების წიაღში, ასე რომ ვთქვათ, ბუნებასთან ახლოს ყოფნა და იქ დაიბადა მუნას ისტორია. აი, ოღონდ ჯერ პირველი ნაწილი და ახლა მიხარია, რომ ამ წიგნში არის ორი ნაწილი ერთად, ანუ მუნა და მუნას შვილების ისტორია უკვე გაზრდილები და ჩამოყალიბებულები და ლამაზები. ქეთა, ვინ არის მუნა? კაი კითხვა. მუნა ფაქტურად მეც ვარ. თუ პროტოტიპია. და ისე პროტოტიპი მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველა ძლიერი ქალი, ყველა თავის თავში დარწმუნებული მებრძოლი, რასაც ქვია she's a warrior, აი ნამდვილი მებრძოლი არის, იმიტომ რომ უამრავი ქარცეცხლის და ქარტეხილის გადალახვა მოუხდება და არ გატყდება. აი რაც თავარი, არც ადამიანურად, არც როგორც ქალი და პირიქით შექმნის არაჩვეულებრივ ოჯახს და ყავს არაჩვეულებრივი შვილები და მისი ერთგული მეგობარი მგელი ქეთა ერთი შეკითხვა მაქვს, ანუ როგორ მიხვედი ინდიელებთან, ანუ შენ და ინდიელები რაღაცნაირად უფრო ამერიკელ ინდიელებზე მაქვს საუბარი, რაღაცნაირი აი კავშირი გაქვთ მუდმივად, აი საიდან გაჩნდა ეს წიგნებიდან დაიწყო? უთბილესი კავშირი. კიდევ ერთხელ მივესალმები, მე ვიცი რომ სულ ადევნებენ თვალყურს. იატე! აჰო! იატე! აჰო! აიო ანი ნიშნი, მე თქვენ მიყვარხართ იციან მათ, სხვათა შორის არაჩვეულებრივი წარდგენა ქონა მუნასი წიგნის ფესტივალზე და ესე ამ ხელა პუბლიკის წინაშე გამოვედი, ვიმღერე იავნანაც, მივესალმე ინგლისურ ენაზე და ინდიელების ენაზე. მადლობა, დღეს ოღონდ აღარ მომღერა, დღეს წავიკითხოთ წიგნი და რა თქმა უნდა სიყვარული დაიწყო ფენიმორ კუპერიდან. შეიძლება რომ ფენიმორ კუპერი წაიკითხო და არ შეგიყვარდეს ინდიელები, სხვათა შორის ისე გამიხარდა, ეხლა ვინც შეიძინა რამდენმა წიგნის ფესტივალზე, ერთმა მომწერა, ერთმა ქალბატონმა ზია უღმესი მადლობა. თავისი შვილიშვილისთვის იყიდა, მაგრამ დაასწრო შვილიშვილს, თვითონ წაიკითხა და მითხრა ძალიან გავს ჯეიმს კერვუდის რომელიღაცა მოთხრობაში და ეს ისეთი შედარებაა ჩემთვის, რომ მე ნამდვილად არ მაქვს ამ ხელა წარმოდგენა, მაგრამ თელ სიყვარულს, თელ სითბოს და თელ გულს ვდებ ხოლმე და რაც თავია წიგნი, აი ეს მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ კი, რა თქმა უნდა, გამოგონილი ამბავია ყველაფერი, მაგრამ თუ კი რამე ტრადიცია, თუ კი რამე სახელია, ეს ყველაფერი არის ნამდვილი Native American, ნამდვილად
ჩრდილოეთ ამერიკელ ხალხის ისტორია და ნათარგმნი მაქვს ინგლისურიდან და სხვადასხვა წყაროებიდან მათი ტრადიციები და განსაკუთრებით ნადირობის სცენები, იმიტომ რომ არ მინდოდა შევრცხენილიყავი ჩემ ინდიელ მეგობრებთან. და ამასობაში გურამსაც ვკითხოთ, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რედაქტორის ფუნქცია და მით უმეტეს, როდესაც ხა მეუღლეა წიგნის ავტორი, ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, კი ბატონო და კიდე მეტი პასუხისმგებლობა ქეთა, იმიტომ რა თქმა უნდა გინდა რომ ეს ყველაფერი იყოს ძალიან კარგი. თავად რაც შეეხება წიგნს, მართლაც არაჩვეულებრივი კრებულია, უკვე მკითხველი გაეცნო და ვისაც სურვილი ექნება, რა გაყიდვაში არის უკვე კი ბატონო და ჩვენთან Facebook-ზე და ეს პროცესი მე მინდა რომ აღწეროთ და აი თქვენი ემოცია, თქვენი შეგრძნება, ანუ როგორი იყო? დიახ. იცით რა არის ძალიან საინტერესო პროცესი იყო ჩემთვის პირადად. გამოგიტყდებით, ეს არის წიგნი, რომელიც მე ცხოვრებაში ყველაზე მეტჯერ მაქვს წაკითხული. საზეპიროები ვიცით მე. რო თავიდან რამდენჯერ რომ წავიკითხე, რაღაც შეცდომები აღმოვაჩინე გრამატიკული თავიდან, რაღაც ორთოგრაფიული იყო პატარ-პატარა და დავიწყე შესწორა, აი კეთა ასე ხო არა ჯობებს აქ. ასე და მე ასე ვთქვათ, არც იყო დაგეგმილი რომ მე უნდა ყოფილიყავი რედაქტორი. უბრალოდ იმდენჯერ წავიკითხე, იმდენი ჩასწორება იყო პატარ-პატარა შენიშვნები, რომ გამოვიდა ისე რომ მე გავხდი რედაქტორი. ანუ არც იყო დაგეგმილი რომ მე გავიქნებოდი რედაქტორი ამ წიგნის. ამას შეკითხოს დაგისვამდა მე გვიპასუხეთ როგორ რედაქტორი იყო. როგორ რედაქტორი იყო? საუკეთესო, მე არ მინდა ეწყინოს წინა რედაქტორს, მაგრამ საუკეთესო, იმიტომ რომ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, ესე იგი ჩვენ ძალიან გავაწვალეთ გამომცემლობა წიგნიერი, იმიტომ რომ 500-ჯერ გამოგვიგზავნეს მე მგონი და მაინც რაღაცას პოულობდით, რაც არ მოწონდა ჩვენს რედაქტორს. თან რაჭველიო და სწრაფად ვემუშაობ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სწორი, გამართული ლექსიკით და გრაფიკით. კრიტიკას როგორ ეგუებოდა? ხანდახან მე არ მიყვარს კრიტიკა. ჯანსაღი კრიტიკა ძალიან კარგია, ქეთა მე ისე მიყვარს. ოღონ ჯანსაღი კრიტიკა. ქეთა მე არა ხუმრობ. მე ისე მინდა წიგნის პრეზენტაციას დავუბრუნდე და ბოდიშ გიხდით რომ დაგპირდი და ვერ მოვედი, იმიტომ რომ ფიზიკურად ნინო მიცის რომ ამ დროს ვირუსი შემეყარა და აი როგორი რეაქცია ქონდა, როგორი აი ერთია როდესაც შენ წერ და მეორეა როდესაც შენ წიგნის პრეზენტაციას აწყობ და თან ფესტივალზე ქონდათ ეს წიგნი. და პირველად ცხოვრებაში და ურთიერთობა მკითხველთან, უშუალო ურთიერთობა სულ სხვა არის. ისე იგივე როგორც გამოფენა, ხო, ფაქტობრივად. და პირველი იყო. აი, როგორი შთაბეჭდილება ქონდათ და რა ემოციები მიიღეთ და აი ერთია როდესაც ნახატის ნახველი მოდის მაყურებელი და მეორე როდესაც წიგნის მკითხველთან გაქვს ურთიერთობა. ეს საინტერესოა. მიშა აბსოლუტურად გეთანხმები და თავიდან ძალიან ვღელავდი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი პირველი პრეზენტაცია ამ ფართო აუდიტორიის წინაშე. თან დაემთხვა პირველი დღე იყო პარასკევი, ხო, გური? როდესაც ხალხი ვერ მოვიდა. ხო და ბევრი ხალხი ვერ მოვიდა. სამაგიეროდ 1 ივნის იმდენი ბავშვი, ისეთი ლამაზი, ისეთი მე თვითონ პოზიტიური ადამიანი ვარ, მოგონი ხდებით და აი ბავშვებს ეთქვა ჩემი ღიმილით, სიყვარულით ვიზიდავდი და მოდიოდნენ და აი ეს წიგნი გვინდა, ეს წიგნი გვინდა და მე არ მინდა ისე ჩამომართოთ რომ ვიმღერე მიშა, რომ ვიმღერე იავნანა მეორე დღეს მოდიოდნენ მშობლები და ის გოგო ვინ იყო ვინც იმღერა იავნანა ინდიელების ენაზე და მისი წიგნი გვინდა და რაღაცნაირად ისეთი სიტყვა, ისეთი შეიკრავდა და იმდენად კარგი თვითონ არაჩვეულებრივი გუნდია ამ წიგნიერის უღრმესი მადლობა ქალბატონ ზიას, რომ აი ესეთი პროფესიული გუნდი, პროფესიული მიდგომა, ძალიან ოპერატიულად ისე სწრაფად მოხდა ჩვენი წარდგენა და ჩვენ სხვა გეგმებიც გვაქვს, მაგრამ მოდი არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მირჩენია რა, როდესაც რაღაცა სიურპრიზად დავტოვოთ. კარგი და ამასობაში რომელსაც მაგარიც ეხება. ქეთა, თუ შეიძლება წავიკითხავ, ხო, პატარა ამონარი, თქვენი ლამაზი ხმით და კი ბატონო, მე მიშა, თუ გინდა მიშა შენ დაიწყე. არა, შენ დაიწყე. არ გოგოსია. ოკეი, იდუმალი ჩანჩქერი. ზაფხულის 7 ღამე იყო, ნაზისიო ფოთლებს აშრიალებდა, ბუმბერაზი მთები დუმდნენ. იქვე მთის ძირას უშველებელი ჩანჩქერი გადმოდიოდა. სავსე მთვარის ფონზე იგი ისეთი იდუმალი ჩანდა, თითქოს რაღაც საიდუმლოს ფარავსო. სინამდვილეში ჩანჩქერის უკან გამოქვაბული იმალებოდა. უცებ ჩანჩქერს მკრთალი სინათლე მოეფინა, გამოქვაბულიდან გამოჩნდა
ლამაზი, ტანადი ინდიელი ქალი, ის ამაყად და მედიტურად მოაბიჯებდა თავის საყვარელ მგელთან ერთად. ქალს სახელად მუნა ერქვა, მგელს კი ჰოკი. ჰოკი სულ პაწაწინა იყო, ბოროტყვა მონადირეებმა დედა რომ მოუკლეს და დააოვლეს. მუნა მას ლეკვობიდან ზრდიდა და პატრონობდა. მგელი უკვე წამოზრდილი იყო, მცველად ახლდა თავის საყვარელ პატრონს და დინჯად მოაბიჯებდა სლიპინა ქვებზე. ისინი იქვე ჩამოსხდნენ ჩანჩქერის პირას უზარმაზარ ქვაზე და სულგანაბულები усმედნენ ღამის სიჩუმეს. სამოჭედილი იყო კაშკაშა ვარსკვლავებით, თვის წვერზე კი დაბრძანებული იყო მთვარე. შესანიშნავია. გაგრძელე. მე კი არ გავგზავნე უბრალოდ პატარა აქ გაშიფრულია რას ნიშნავს მუნა. მუნა ნიშნავს ჩქეფარე ნაკადულს და ჰოკი კიდევ მიტოვებულს. აქ რაღაცა პირადული მომენტები იყო თუ არა, მაგრამ ნუ მიტოვებული იყო, იმიტომ რომ გელი იყო, ასე რომ ვთქვათ, ხო, ოჯახით მოუკლეს, ასე რომ ვთქვათ, ხო, მონადირეებმა და მუნაზე მინდა ვთქვა, რომ მე მგონი ერთ გადაცემაშიც ვახსენე თქვენთან, რომ იმიტომ ვეძებდით დიდხანს მის სახელს, ალბათ ერთი 100 ინდიელის წავიკითხეთ, მე დავიმახსოვრე, ისე შემიყვარდა ჩემს მუნას არ დავარქვე, მაგრამ მუნა და მონა ხშირად ეშლევათ. მონა სხვას ნიშნავს, როგორც ის და მუნა არის ჩქეფარე ნაკადული. თავიდან არასწორად იყო ნათარგმნი, იყო გაზაფხული. No, it's spring, like პატარა ნაკადული, ხო და არ მინდა და რა ჩემი მუნა ასოცირებულიყო პოკაჰონტესთან. ეს არ არის პოკაჰონტესი, ეს არის უფრო სერიოზული, ეს არის ნამდვილი ამბავი და ნამდვილი სიყვარულის და პოკაჰონტესი სულ სხვა თემატიკაა. და იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ თქვენი ილუსტრაციები, თქვენივე დახატული ილუსტრაცია, რომელიც თან ერთვის თითოეულ თავს და იცით რა არის, ეს არის მართლა რაღაც განწყობას ქმნის. აი გურამს მინდა დავეკითხო, ძალიან რთულია, როდესაც საბავშვო ლიტერატურას ქმნია, ძალიან ფაქიზია. დაახლოებით იგივე, როდესაც იუმორისტულ გადაცემას აკეთებ, ასე გონიათ, რომ ძალიან მარტივია, ურთულესი და აი ბავშვებისთვის, როდესაც ქმნი, ანუ უნდა იყო თვითონ მოწოდებული ხო მოწოდებულ სიმაღლეზე შეიძლება ესე ითქვას და შინაგანად მე მგონი რამიშა ჩავეჭები შენ საუბარში ყველა ადამიანში ცოცხლობს ბავშვი ჩემთან მარადწვანე ბავშვი და იცით რა მე ვფიქრობ რომ შეიძლება მიძინებული იყო ვინმეს გულში და აი მუნამ სწორედ მე მგონი ის გოგონა ინდიელი გოგონა ვინც აღვიძებს ყველაში ბავშვს რა ყველამ აი თქვა უფროსებმა ვინც წაიკითხეს რომ ჩვენში ბავშვი გააღვიძა და ბავშვობაში დაგვაბრუნა და არ ვიცი ამაზე ბედნიერდა ერთმა უსაყვარლესმა გოგონამ ელისაბედმა და ანასტასიამ უბრალოდ დაამერეკა და მითხრა რომ ვაიმე ქეთაო ქალბატონო ქეთაო რა თქმა უნდა თან ესე რომ გამოგიგზავნე ესე რომ სძლივს თქავდა და მე ისე მომეწონა ისე ვიტირეო პირველად მოთხარი შენ მეორე ნაწილს და ჯერ უჩქარობ მე ვთხარ და აი ყველაო გაკვეთილზე რაც იყო შესვენებებს ვკითხულობდიო და აი არ ვიცი ამაზე დიდი ბედნიერება ხალხო და საერთოდ მიშა ერთი რამე მინდა გითხრა რომ ბავშვებისთვის როცა წერ რა თქმა უნდა მეც ყოველთვის ვითვალისწინებ რა შეიძლება ბავშვს მოწონდეს იმიტომ რომ ეხლანდელ ახალგაზრდობას სამწუხაროდ ნაკლებად აინტერესებს წიგნები გადასული არიან კინძზე ან ნუ აი უმრავლესობა იმიტომ მე თვითონ მასწავლებელი ვარ და მაქვს შეხება ანუ სკოლის მოსწავლეებთანაც უფროსებთანაც და ნაკლებად აინტერესებთ მაგრამ ისე გამიხარდა წიგნის ფესტივალზე ამდენი მარტო ჩემ წიგნზე არ ვამბობ ამდენი მსურველი რო გამოჩნდა ეს წიგნის ეს იქნებოდა საბავშვო ლიტერატურა საღმაწვილო იქნებოდა დეტექტივი იქნებოდა რაღაც მე ძალიან მიხარია რომ ამდენი მკითხველი ყავს ჩვენ თანამედროვე მწერლებს და ხელი შეძლებდა ბოდიში მაშინ დავსვი შეკითხა რა აი იცოდით რომ ეს ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი და აი ეს მომენტი თუ იყო გათვალისწინებული რედაქტირების დროს რომ ანუ მკითხველი ძირითადად არის ასაკობრივად ხო ამას თუ ითვალისწინებდით გურამ რედაქტირების დროს რედაქტირების დროს ანუ მაქსიმალურად შეიძლება ითქვას იმიტომ რომ თვითონ ტექსტი ძალიან თავისთავად ტექსტი არის ძალიან მარტივი და გასაგები და ლაღიენით არის დაწერილი და აი მეც რო ვიწყებდი ხოლმე თავი დაახლოებით წიგნის ბოლომდე გავდიოდი ეს ძალიან კარგად იკითხება მართლა იმიტომ კი არა ეხლა უბრალოდ რომ გასაგები და
ძალიან ადვილად იკითხება ერთ დაჯდომაზე. და თან ნახე როგორი სარჩევები აქვს გაყოფილი. ასე თქვა, ჩემ ფუნქციებში უბრალოდ შედიოდა რომ აი ეს ელემენტარული ხარვეზები თუ იყო გრამატიკული, ორთოგრაფიული, აი ესენი გამომესწორებია, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად სტილისტურად აი სწორად არის. იმიტომ რომ ეს საჭიროა რომ ტექსტი უნდა იყოს გამართული უნდა იყოს ტექსტი და სხვა შემთხვევაში ახლა მე ჩემი მხრიდან ჩასწორებები ისეთი არ გამიკეთებია უბრალოდ. დიახ, აი ქეთა და იცი რა მაინტერესებს, მე მგონია რომ ეს ციგნისი იკითხება რომ პარალელურად ხედავ კადრებს. ანუ თითქოს ფილმია, ხო? ისე მინდა რომ მულტფილმი გადავიღოთ ნინაი. ეს უნდა მეკითხა. კიდე, ანუ მოზარდების ყურადღება იმიტომ დაიმსახურა და ასეთი ინტერესი, რომ ფაქტიურად ეს არის ფილმი, არ ვიცი, გინდა მულტიპლიკაცია უწოდე და ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, აი კითხულობ, აი ხა წავიკითხე რამდენიმე წინადადება და თან კადრებად დავინა. მე ხარ ერთის ღმერთმა გისმინოს და ნეტა დასრულდება გადაცემა ავტობუსში ავჯდები და ალბათ თავიდან ბოლომდე. და მანამდე რომ წაგვიკითხო. არა, იცი, ხოთაშორს ხო ინგლისურადაც გვაქვს პირველი ნაწილი, ნათარგმნა ჩემ ინდიელებს იქ წაკითხული აქ ამერიკაში და კიდე გვინდა მეორე ნაწილი და უფრო მეტი ასე რომ ვთქვათ ის გვაქვს მოთხოვნილება რომ იქნება PDF ვერსიაც გავაკეთოთ e-version ანუ ელექტროვერსიაც და წინაზე რომ გავაკეთეთ მუნას საკუთხედს კარგად გაიყიდა ამერიკაში ონლაინ ვერსია და აი ჩემი ინდიელებიო თქვი და რაღაცა სიტყვა ჩამეღვარა გულში და აი შენი ინდიელები აი როგორც კითხვა დავსვი ვინ არის მუნა ვინ არიან ეს შენი ინდიელები ხო საინტერესოა ეს არის ჩვენ კი ვიცით ვინც შენ Facebook-ს ვადერნებს ყავს ჩემ დედობილი Cindy I love you so much and I miss you so much mommy you know I'm thinking about you every day and every night and I'm praying for you ანუ მიყვარხარო და მახსოვხარო მენატრები მიკროფონი ასე ლოცულობენ ჩემთვის ისე ლოცულობ მე მათ და იცით რა არის საოცრება ალბათ იცით არ მოვყვეთ ახლა რა შემთხვევით ინდიელებს როგორ უსამართლოდ მოიქცე ერთ სიტყვი რომ ესეთი მორწმუნე ხალხი აი მე არ ვიცი ვილიამი ერთ ჩემ მეგობარ რომელიც ნუ არის ჩეროკი ასე რომ ვთქვათ ოღონდ როგორ იცი ჩრდილოეთ ამერიკელი ანუ კანადაში ცხოვრობს ოღონდ კიდე არიან კი როგორ არა ანუ ვილიამის უმეუბნება ხოლმე რომ ქეთა ილოცე მიენდე აბსოლუტად ღმერთს მიენდე იესოს გზაზე იარო ყოველთვის მიგზავნის რაღაცა ფსალმუნებს და მე გააცებული ვარ მეთქი შეხარ ინდიელი თუ მეთქო იმიტომ რომ მეთქი მე ისედაც ორთოდოქს ქრისტიანი ვარ თქო და არა უფრო მეტად უნდა ილოცო და ღმერთში ვეძებოთ მხოლოდ გადარჩენაა და მე მინდა ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხო ჩემი მეგობრები და ალბათ ჩვენს მოვიკითხო თქვენ იცით რომ მე მქონდა ძალიან გრანდიოზული, ну, მაშინ გვინდოდა რომ ყოფილიყო მუნას პრეზენტაციაზე რომ არ დაგწყდეს მიშა, ჩვენ არაერთი გრანდიოზული გველოდება სექტემბერში, ბავშვებთან და მთელი ამბები ინდიელებთან ერთად. უბრალოდ ჩემი მეგობარი ჩამოსული არ არის აქ არის გავიცანი ესე რა ვთქვათ მე რო არ გავიცნო ეკვადორელი ინდიელი მაგრამ ის ლაპარაკობს ესპანურად თუმცა სწავლობს ქართულად და ჩემ დაბადების დღეზე მომიწყნა სულიკო ეს შეგიძლიათ ნახოთ ჩემს Facebook გვერდზე დიახ რომელიც მოღვაწობს და დადის ხოლმე უფრო მეტად თავისუფლებაზე კიდე სად არის გური ღერის ლეხანოზე ანუ თავისუფლებაზე ეს არის ლუისი ჩემ მეგობა რომელმაც გამიფორმა დაბადების დღე Hola Luis Luis საუდაში ვარ ძალიან საყვარელი რომელსაც უყვარს ძალიან საქართველოს რას მეუბნება იცით ჩემ მეუღლე რო არ იყოს ავად აი ხა მიდის მე მგონი ცოტა ხანს წავალო და მე ისევ დამდორ საქართველოს გარეშე მე ვერ წარმომიდგენ მოკლედ იმიტომ მოდიან მაგრამ ისე მირჩევნე ინდიელები უფრო ჩავარდები და სხვაების ის ხო მე ხა მინდა დაუბრუნდე იმ საოცარ იდეას რომელიც შენ თქვი მე ფიქრობ რომ ეს რომ იგივე შენი ნახატი რომ გაცოცხლდეს მე პირდები რომ მაგას გავახმოვან თუ დაიწყეთ ამის შესრულება და იცი რა მე ვფიქრობ რომ უნდა ანუ ეს ნახატის გაცოცხლება ეხლა არ არის რთული სპეციალისტი ანუ თუნდაც აი ნახატი რო გაცოცხლდა თითოეულ თავში აი სადაც არის ეს მოცემული ნახატი ინტელექტსაც შეუძლია მე ურთიერთობ სხვათაშორს ძალიან ხო და მე გვირდები თუ ამის დაგეგმას დააპირებთ მე ამას შეგიწევთ ოჯახ ბრავო
უღრმესი მადლობა შენ გაიხარე მუშათა ამასობაში ისიც უნდა აღნიშნოთ ესე დავაანონსეთ შემოქმედი მეუღლეები და შემოქმედების ტანდემი და გური ძალიან კარგი ჟურნალისტია, პოეტია. ჟურნალისტი პროფესიით პოეტი. არა, გერმანისტი ვარ მე. გერმანისტი. ჟურნალისტი. ანუ ვიცი ჟურნალისტობა ორივე არიან გერმანისტები, არაშეულებრივი სპეციალისტები, პედაგოგები და ეს არის ძალიან დასაფასებელი. ძალიან საინტერესო პოეზია და ძალიან კარგი ლექსებს წერს გური და ხომ არ წაგვიდგა. კი ბატონო, რამდენიმეს თუ გვაქვს დრო? კი ბატონო, მე მგონი გვაქვს დრო, დიახ. კი ბატონო. ეს ახალი ლექსებია. ახალი ლექსებია. დავიწყოთ ქეთას საყვარელი ლექსი. მაგრამ იცით არა, აი ახლები წაიკითხოს გაგიჟდები. გური სანამ თქვენ ლექსებს აიკითხავდით, მე მახსოვს ბოლოს როდესაც ჩვენ გსტუმრობდით, თქვენ ბრძანეთ რომ მოთხრობაზე რომანზეც რომანი ხომაგან ნათქვამი კი დიდი ამ შეიძლება არ გამოვიდეს გადადეთ ანუ ჯერ არ არის ხო ამ პროცესია შეიძლება თქვა და მუშაობ იმაზე უბრალოდ ლექსები უფრო ლექსები პარალელურად მუშაობ ლექსებზე კარგით გისმენთ სიამოვნებით მოგისმენთ აი ამას წინათ დავწერე მამაზე ლექსი მამა 3 წლის წინ წავიდა ჩემი ამ ქვეყნიდან და რაღაცნაირად სულ მინდოდა რაღაც დამეწერა და რაღაც ეთქო დისტანცია არის საჭირო რაღაცნაირად დრო უნდა გავიდეს რომ ადამიანმა ეს ურთიერთობა რაც ქონდა ყველაზე სულფას ადამიანთან სხვა კუთხით დაინახოს და აი ესეთი ლექსი გამოვიდა წაგიკითხავთ კი ბატონო და მამა უკვე მესამე წელი შესრულდა მას შემდეგ რაც შენ წახვედი მამავ ფიქრით მოვდივარ ხშირად შენ სულთან შენს აუწონელს ვიხსენებ ამაკს რამდენი ხანი გავლიეთ ერთად ხან საუბარით და ხანაც ჩუმად მამა შვილობა გვარგუნა ბედმა ერთად ვიცხოვრეთ შვიდად და ძმურად მიზიარებდი გულუხვად ცოდნას განმიმარტავდი საგანთა არსსაც ბევრი რამ მართლაც საერთო გქონდა ერთს ვატარებდით სახელს და გვარსაც შენ სიკეთის ქმნა ჩუმად გიყვარდა გაცემდი სითბოს შენ უშურველად არატარებდი ქვეყნად ნიღაბს და მუდამ რჩებოდი სხვებზე მზრუნველად ზურგს არ აქცევდი არც ერთ მეგობარს მათთვის შენ თავიც გადაგიდია შენს მოსაგონრად ესეც მეყოფა მეგობრობა ხომ მყარი ხიდია კარგად ვიცი რომ დარდიც არ გაკლდა არც გულის ტკენა ყოფილა ცოტა ბევრ აღმაფრენას ტანჯვაც თან ახლდა თუმცა არ გქონია დიდი რამ ცოდვა ზოგჯერ გიყვარდა შენ მარტო ყოფნა გიყვარდა ფიქრი წიგნების კითხვა ყოფილა დღენიც თავს გრძნობდი ობლად და მაშინ ბევრს არ იტყოდი სიტყვას ვიცი რომ ბევრი სათქმელი გქონდა რაც აწუხებდა შენს გულს მუდმივად შენს ღიმილს სევდა დაჰკრავდა ოდნავ სევდა რის გამოც ბევრს არ ვუნდივართ მე ვერ გითხარი ბევრი რამ მართლა რაც შეიძლება რომ შენთვის მეთქვა არ მინდა მე იმ წუთების დათვლა როცა ვერ ვგრძნობდი შენს გულის ფეთქვას შენ მიმატოვე ისე უეცრად ვერ მოვასწარი დამშვიდობება დროს შეძლებია მყისვე თურმეცვლა ბევრი რამ ვეღარ განმეორდება წახვედი ჩუმად იმ მეგობრებთან რომლებიც შენზე ადრე წასულან ხანდახან გულზე ის მეფონება რომ არ განგიცდი მხოლოდ წარსულად აწმზიან დღეებს წვიმებით ცვლიან მე კი ჩემს გულში იმედი დამაქვს სხვა ცხოვრებაში ადრე თუ გვიან ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს მამავ დიახ და აი გასცემლები წამოვიდა ძალიან ემოციურია მიშა ხო და ფაქტობრივად მთელი ცხოვრება არის აღწერილი კი ბატონო და ზოგადად როდესაც სტილი მომწონს ძალიან დახვეწილი და ისეთი როგორ გითხარი ლაკონური ყველა სიტყვა არის მოზომილი და საოცარი მამა თვითონ და უთბილესი ადამიანი და ჯერა ნათელში როდესაც შემოქმედებაზე ვსაუბრობ ზოგადად მიშა ალბათ თქვენს დამეთანხმებით ეს მხატვრობა იქნება პროზა იქნება პოეზია იქნება ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი სათქმელი ადამიანის გულამდე მივიდეს. თავარი არის ეს რომ აი თქვენი გრძნობის ზოგადად პოეზია რა არის შინაგანი სამყარო და რასაც გრძნობს ადამიანი ის გადმოაკლექსად ხო და ის როდესაც სხვა ამ ემოციას იზიარებს და მინდა გითხრათ რომ აი მართლა
მთელი ცხოვრება დავინახე თქვენი და მამა თქვენის და ხო და რაღაცა სევდამაც შეიპყრო რაღაცა ჩემი სული და გული და მინდა რომ პოზიტიური ნოტით დავასრულოთ ხო იქიდან გამომდინარე რომ კი აი პოზიტიური იმიტომ რომ მუნათი დავიწყე დღეს საუბარი იყო ბავშვობაზე და მინდა ესეთი ლექსი დავწერე ამას წინათ ვფიქრობ მოუხდება ჩვენს დღევანდელ ესე ქვია ჩემი ბავშვობა ჩემი ბავშვობა კვლავ ცოცხალია არ დარჩენილა წარსულის ჩრდილად ვიცი უფალი რომ მოწყალია დღემდე მიმიჩნევს საკუთარ შვილად ასე მგონია უკან ბრუნდები უახლოვდები კვლავ ჩემს ბავშვობას ბრავო და მაშინაც კი როცა ვცდუნდები მე თავს ვარიდებ გულის დახშობას ჩემი სხეული უფრო ბერდება ვეღარ პოულობს გზად ხელჩასაკიც სულში კი თითქოს ისევ თენდება თითქოს აკლდება ჩემს სულს ასაკი ბავშვობის შუქში თავს ვგრძნობ დაცულად კლავაც ფრთებს მასხამს იმედი ხვალის ჩემი ბავშვობა არსად წასულა ისმე მაცოცხლებს როგორც მზე ყვავის შენია ძალიან კარგი და თითქოს ამ ლექსის გაგრძელებაც არის მუნა პირიქით მუნას გაგრძელება ეს უკაცრავად რომ მე ვერ ვასწრებ ჩაკ მაგრამ მე პირდებით რომ როგორც კი გასოცხლდება ეს შეკილია წაიკითხა ძალიან პატანცირე ლექსი ძალიან ცოტა დრო დავჩახოთ ქვეყანას რატო რაღაც საოცარის გაკ ეს ცოტა სევდია მაშინ მოდი ეს შემდეგისთვის იყოს და რახან ემიგრანტები ახსენე რა თქმა უნდა ყველას მივესალმებით ფერებით დიდი სიყვარულით მოკითხეთ. კარგი იქნება მალე რომ დაგვიბრუნდნენ. დიდი მადლობა. კეთა და მართლა გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ კრებულის აი ესეთი დაბადებას შეიძლება ხო სწორედ აღნიშნა დაბადებას და თქვენი მხოლოდ საჩუქარს გაგვეკეთეთ მართლა თუ ნიშა თუ დაგვიდათ იგი შევასრულებ და წარმატებას გისურვებთ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოგზავნებთ. მადლობა და დროებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ხარში გვიდგახართ. ამ ულამაზესი დღისთვის რომ გვაჩვენეთ. თქვენს